მოკლედ მეგობრებო, სანამ ვიდეო დაიწყება, მინდა მოგილოცოთ გასული დღესასწაულები, ახალი წელი, ბედობა, შობა და ძველით ახალი წელი. და ეს არის მრავალს თქვენს მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. და რა სურვილიც 2025 წელს ვერ აიხდინეთ, აგესრულებინოთ 2026 წელს. ახლა ბევრს აღარ გავაგრძელებ და ჩაუჯექით 2026 წლის პირველ ვიდეოს ჯიგრულად. მოგესალმებით, ანიმეს გუათ, ჩემი სახელია ბლიზარდი, ხოლო დღევანდელ ვიდეოში მინდა ვისაუბრო მართლა არსებობს თუ არა ჯოუგანი ანიმე ბორუტოში, მოკლედ ახლა ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩაუჯექით ვიდეოს ჯიგრულად. ბორუტო ორი ლურჯი მორების 29 მანგის თავში ჩვენ ვნახეთ, რომ ბორუტომ მამუშისთან ბრძოლაში დიდი ხნის შემდეგ გააქტიურა მისი კარმა და ამასთან ერთად გაახილა მისი მარჯვენა თვალიც. ამ მომენტში ყველა ელოდა, რომ ბორუტო როგორც იქნა ჯოუგანს გამოიყენებდა, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ იმ მომენტში ბორუტომ ბიაკუგანი გააქტიურა. ამ ყველაფრის შემდეგ ფანებში გაჩნდა შეკითხვა, ნუ თუ მართლა არსებობს თუ არა ანიმე ბორუტოში ჯოუგანი. მანამ სანამ ჯოუგანის გარშემო დავიწყებდით საუბარს, მოდი ვახსენოთ ისიც, საიდან მოიტანა ბორუტომ ბიაკუგანი. დიდი ალბათობით ბორუტოს მარჯვენა თვალში არსებული ბიაკუგანი არის მომოშიკის, რადგან თვალი მხოლოდ კარმის გახსნის შემდეგ გაახილა. იმის შანსი, რომ ეს ბიაკუგანი ბორუტოსი იყოს, ძალიან დაბალია და გეტყვით რატომაც. პირველ რიგში ბორუტოს მისი მარჯვენა თვალი დაკარგული აქვს, ხოლო მეორე რიგში ბორუტოს ბიაკუგანი არასდროს გაუღვიძებია. საიდან მოვიტანე, რომ ბორუტოს ბიაკუგანი არასდროს გაუღვიძებია? არც ანიმეში და არც მანგაში ჩვენ ვერსად შევხვდებით მომენტს, სადაც ბორუტო ბიაკუგანს იყენებს. თუნდაც რომ ბორუტოს ბიაკუგანი გაეღვიძებინა, მაშინ ის ამ დოჯუცუს მის მარცხენა თვალში დიდი ხნის წინ გამოიყენებდა, მაგრამ ეს ყველაფერი ასე არ მოხდა. ბორუტომ ბიაკუგანი და მისი მარჯვენა თვალი მხოლოდ კარმის გახსნის შემდეგ გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ბიაკუგანი არის მომოშიკის და არა ბორუტოსი. ახლა კი მოდი გადავიდეთ ვიდეოს მთავარ თემაზე. არსებობს თუ არა ჯოუგანი ანიმე ბორუტოში? კი, არსებობს. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ იცოდეთ რა არის ჯოუგანი, ამიტომ მოდი ახლა ჯერ ავხსნათ თუ რა არის ჯოუგანი. ჯოუგანი, რაც გინდათ ის დაუძახეთ, არის განსაკუთრებული დოჯუცუ, რომელიც პირველად ბორუტო, ნარუტო შემდეგი თაობის ანიმე სერიებში ვიხილეთ. ხოლო მისი მომხმარებელი კი არის უზუმაკი ბორუტო. ჯოგანი რომ თარგმნოთ ნიშნავს სუფთა თვალს. უფრო დეტალურად თუ გაინტერესებს ჯოგანთან დაკავშირებით ინფორმაცია, მაშინ შეგიძლიათ უყუროთ ჩემს 6 წლის წინანდელ ვიდეოს ბორუტოს თვალთან დაკავშირებით. როგორც იმ მომენტში, ასევე ახლაც ამ თვალთან დაკავშირებით არ გვაქვს ბევრი ინფორმაცია. ამიტომ იმას არ მიაქციოთ ყურადღება, რომ ვიდეო ძველია. ახლაც რომ განახლებული ვიდეო შემოგთავაზოთ ამ თვალთან დაკავშირებით, ახალს მაინც ვერაფერს ვერ გერტყვით გარდა თეორიებისა. ახლა კი გავაგრძელოთ ვიდეოს მთავარი თემა. არსებობს თუ არა ჯოგანი ანიმე ბორუტოში? კი, ჯოგანი ანიმე ბორუტოში ოფიციალურად არსებობს. ანიმეში ჯოგანი არაერთხელ გამოჩნდა სხვადასხვა ეპიზოდებში. მაგალითად, ეპიზოდი 1, მერვე, მე-13, მე-15, 293 და სხვა. რაც ჩვენ ვნახეთ, იმ ინფორმაციით ამ დოჯუცუს ძალებია ჩაკრის ნაკადის დანახვა, დრო და სივრცის ნინჯუცუს შეგრძნება და ოცუსუკების შეგრძნება. ანიმეში ტონერი საკმაოდ მკაფიოდ ამბობს, რომ ეს თვალი არის უნიკალური ძალა. ახლა გადავიდეთ მანგაზე, სადაც იწყება უკვე გაურკვევლობა. ბორუტოს მანგაში ეს თვალი არ არის პირდაპირ სახელით მოხსენიებული, როგორც ჯოგანი. ზოგიერთ პანელში ჩანს უცნაური თვალი, მაგრამ არანაირი ახსნა თან მას არ ახლავს. ორ ლურჯ მორევშიც კი ჯერ ამ თვალთან დაკავშირებით არაფერი არ უთქვამთ. სწორედ ამიტომ ფანებში მრავალი თეორია გაჩნდა. მაგალითად, როგორებიცაა, ჯოგანი არის მომავლის მთავარი ძალა, ან შესაძლოა უბრალოდ ბიაკუგანის განსხვავებული ფორმაც კი იყოს. ასევე შესაძლოა, რომ ეს თვალი არც კი არსებობდეს. დღევანდელი მდგომარეობით რისი თქმაც არის შესაძლებელი ჯოგანთან დაკავშირებით არის ის, რომ ანიმეში ეს თვალი ოფიციალურად არსებობს, თუმცა მანგაში ის ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. მაგრამ შესაძლებელია, რომ მომავალში ამ თვალთან დაკავშირებით რაღაცეები სრულიად ახსნან. ახლა მოდი გადავიდეთ პოპულარულ ფანთეორიებზე ჯოგანის შესახებ, რადგან მეტი ოფიციალური ინფორმაცია ამ თვალთან დაკავშირებით არ არსებობს. პირველი პოპულარული ფანთეორია ასეთია.
ჯოგანი შესაძლოა იყოს ოცუსუკების ღმერთის თვალი. ბორუტო ორ ლურჯ მორევში ჩვენ ვნახეთ ოცუსუკთა ღმერთის სილუეტი, რომელსაც თან მრავალი დოჯუცუ ჰქონდა. ფანების აზრით ჯოგანი არის ამ არსებამდე მისასვლელი გზა, ან მისი თვალის ზუსტი ვერსია. ამ ფან-თეორიის მიხედვით ბორუტო შესაძლოა რომ გახდეს ხიდი ადამიანებსა და ოცუსუკებს შორის. მეორე ფან-თეორია ასეთია. ჯოგანი შესაძლოა არის დოჯუცუების ფუძე. აი მაგალითად, როგორც შარინგანისგან შეგვიძლია მივიღოთ რინენგანის სენჯუს კლანის დნმ-ის მიღებით, ან თუნდაც ბიაკუგანისგან მივიღოთ ტენსეიგანი. ფანები თვლიან, რომ ჯოგანი არის საწყისი დოჯუცუ, საიდანაც სხვა დოჯუცუები განვითარდა და სწორედ ამის გამო მას ეწოდება სუფთა თვალი. მესამე ფან-თეორია ასეთია. ჯოგანი შესაძლოა არ არის ბიაკუგანი, მაგრამ იყოს მისი ახლო ნათესავი. ჯოგანი ვიზუალურად ჰგავს ბიაკუგანს, მაგრამ მას არ აქვს თვალის გარშემო ვენები, მისი თვალისფერი განსხვავებულია და უნარებიც უფრო ფართოა. არსებობს თეორია, რომ ჯოგანი არის ბიაკუგანის ევოლუცია, რომელიც მხოლოდ კარმის მქონე ადამიან ოცუსუკ ჰიბრიდს შეუძლია რომ მიაღწიოს. მეოთხე ფან-თეორია ასეთია. ჯოგანი შესაძლოა არის მთვარის თვალი. ჩვენ ვიცით, რომ ჰამურა მთვარესთან არის დაკავშირებული, ხოლო ჰაგორომო დედამიწასთან. ჯოგანი შესაძლოა იყოს ჰამურას ხაზის საბოლოო ფორმა, რომელსაც ბორუტო მემკვიდრეობით ატარებს ჰინატას მეშვეობით. მეხუთე ფან-თეორია ასეთია. ჯოგანი არის სამყაროში ბალანსის დამცველი. ყველამ კარგად ვიცით, რომ შარინგანი დაკავშირებულია სიძულვილთან, ხოლო რინენგანი კი დაკავშირებულია ღმერთებთან. ხოლო აი ჯოგანი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბალანსთან, სწორედ ამიტომ არსებობს ასეთი თეორია, რომ ჯოგანს შესაძლოა არ ჰქონდეს დამაგრებელი ძალა, მაგრამ იყოს წესრიგის დამცველი. და მივადექით მეექვსე ყველაზე ბნელ ფან-თეორიას. საბოლოო ჯამში შესაძლოა ბორუტომ დაკარგოს კონტროლი საკუთარ თავზე და თავად გახდეს ის ბოროტება, ვისაც უნდა შეებრძოლოს. ჯოგანი შესაძლოა ხედავდეს ადამიანის ბედს, მაგრამ საბოლოო ჯამში ბედის დანახვა ყოველთვის გადამჩნელი არ არის. საბოლოო ჯამში ფანებში ჯოგანი დაკავშირებულია ბედთან, ღმერთის ძალასთან, დოჯუცუების საწყისთან და ბალანსთან. მაგრამ ოფიციალურად რასთან არის დაკავშირებული ჯოგანი, ეს ჯერ კიდევ საიდუმლოა. ახლა მოდი ჩემს პირად პროგნოზ გეტყვით სპოილერების გარეშე და არა ფან-თეორიებს, თუ როგორ შეიძლება გამოაჩინონ ჯოგანი ბორუტოს მანგაში. ჩემი პროგნოზი ასეთია. კიშიმოტო და იკემოტო პირდაპირ არ გეტყვიან, რომ ეს არის ჯოგანი. რატომ? რადგან მანგა არის უფრო მინიმალისტური და ავტორებს უყვართ, როცა რაღაცას გვაჩვენებენ და პირდაპირ არ გვეუბნებიან. პირველ რიგში ჩვენ მანგის პანელებში შეიძლება დავინახოთ უცნაური ხედვა, უცნაური რეაქციები სხვადასხვა პერსონაჟებისგან და შევხვდეს ისეთი სიტუაციები, სადაც სხვა დოჯუცუები ვერაფერს დაინახავენ. ჯოგანი შესაძლოა პირდაპირ ბრძოლაში არ გვაჩვენონ, არამედ მოულოდნელი საფრთხე, როცა მოუახლოვდებათ პერსონაჟებს, სწორედ მაშინ გამოჩნდეს, ან კიდევ ერთ-ერთი დრო და სივრცის ნინჯუცუს გამომყენებელი გამოჩნდეს, რომელიც სამყაროში რაღაც გარღვევებს დატოვებს და ჯოგანი მათ აღმოაჩენს. თუმცა შესაძლოა ყველაფერი სხვანაირად წავიდეს. სრულიად შესაძლებელია, რომ ჯოგანი ოცუსუკმა ან ღმერთის მაგვარმა არსებამ მოიცნოს. ის სახელს არ იტყვის, მაგრამ შესაძლოა მსგავსი რამ თქვას. შენ ეს თვალი არ უნდა გქონდეს. მოგეხსენებათ, ეს არის კლასიკური ნარუტო სტილი. ინფორმაციას აუდიტორია იგებს მანამ, სანამ ამ ყოველივეს პერსონაჟები გაიგებენ. ახლა მოდი საქმეში კარმად შემოვიყვანოთ. სრულყოფილი ჯოგანი შესაძლოა პირველად კარმასთან სინქრონიზაციით ვიხილოთ. ცალ-ცალკე რომ გავშალოთ, კარმა დაკავშირებულია მონაცემებთან და მემკვიდრეობასთან, ხოლო ჯოგანი შესაძლოა დაკავშირებული იყოს აღქმასთან და ცნობიერებასთან. ხოლო როცა ორივე ერთად გააქტიურდება და ეს ორი ძალა ერთმანეთს შეერწყმევა, შესაძლოა მივიღოთ ასეთი სცენარი. ბორუტომ დაინახოს სიმართლე ოცუსუკების შესახებ და ამასთან ერთად იხილოს საკუთარი მომავლის ნაწილიც. მანგაში ჯოგანის გამოჩენა შესაძლოა მოხდეს რომელიმე შუა არკაში და არა ფინალურ არკაში. მე ეჭვება, რომ ჯოგანი როგორც ერთგვარი ბომბი შემოინახონ ფინალური არკისთვის. უფრო მგონია, რომ მას გამოაჩენენ, როცა ბორუტო დაკარგავს რაღაც მნიშვნელოვანს და ასევე როცა მკითხველიც ემოციურად უკვე მზად იქნება. აქედან უკვე ბორუტომ თავისი ცხოვრების ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურა დაკარგა. მაგალითად, სასკე, რომელიც ხეში დაბეჭდეს, ნარუტო და ჰინატა, რომელიც ასევე დაბეჭდილები არიან, საკუთარი ცხოვრება კავაკისთან გაცვალა, რის გამოც ახლა მას ყველა მტრად აღიქვამს. შესაძლოა ავტორებისთვის ეს ყველაფერი საკმარისი არ იყოს და რომელიმე მათგანი სამუდამოდ დაკარგვას ელოდებოდნენ, რომ ჯოგანი საბოლოოდ საქმეში ჩართონ. ხოლო რაც შეეხება აუდიტორიას, ჩვენ ჯერ მზად ემოციურად არ ვართ, რომ ჯოგანი ვნახოთ. რადგან როგორც OG ბორუტოში, ისე ორი ლურჯი მორევის უკვე 29 მანგის თავში იმდენი დეტალი ვნახეთ, რომ უმეტესი მათგანი პასუხგაუცემელია. ამას ზევიდან კიდევ ჯოგანი რომ დავამატოთ, უკვე პიქს მიაღწევს და უბრალოდ ყველაფერი ერთმანეთში აიბლანდება.
საბოლოო ჯამში, როცა ეს ყველაფერი დაალაგდება და ავტორებიც უკვე მზად იქნებიან ამ დოჯუცუს გამოსაჩენად, სახელი ჩოგანი დიდი ალბათობით მანგაში წარმოთქმული იქნება ტონერისგან ან მომოშიკისგან. ან შესაძლოა ეს ყველაფერი უძველესი ჩანაწერებიდან გავიგოთ, ან კიდევ თავად ოსუსუკთა ღმერთისგან, რომელიც შესაძლოა რომ ამადო აღმოჩნდეს. და საბოლოოდ ყველაზე ბოლო პროგნოზი რაც შეიძლება იყოს, ჯოგანი აღმოჩნდეს საბრძოლო დოჯუცუ. ჯოგანმა შესაძლოა ჯუცუები პირდაპირი მნიშვნელობით არ გააძლიეროს და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ შეიტანოს ბრძოლაში, მაგრამ ამ თვალის როლი იქნება შემდეგნაირი. დაინახოს ადამიანის ბედისწერა, გააუქმოს გენჯუცუ და გატეხოს ოსუსუკთა მემკვიდრეობა. რატომ გონია რომ ეს ყველაფერი ასეა? ნარუტოს სამყაროში შარენგანი დაკავშირებულია სიძულვილთან და ტკივილთან, რინენგანი ძალაუფლებასთან და ღმერთებთან, ხოლო ჯოგანი შესაძლოა ცნობიერებასთან იყოს კავშირში, რადგან ბორუტო ყოველთვის იყო ისტორიის ბედის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში ყველაფერი მოკლედ რომ გითხრათ, მანგაში ჯოგანის შემოვა ნელა, ჯერ ვიხილავთ მის უნარებს და შემდგომ უკვე სახელს, ის კარმის დახმარებით ნელ-ნელა და ეტაპობრივად სრულიად გაიხსნება და იქნება ოცუსუკთა მემკვიდრეობის გამტეხი. ვიცი ეს ყველაფერი შეიძლება გიჟურად ჟღერდეს, მაგრამ ჯოგანთან დაკავშირებით თეორიების და პროგნოზების გარდა სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია, მანამ სანამ რაიმე ოფიციალური ინფორმაცია არ იქნება მასზე ხელმისაწვდომი. სათქმელით შესაძლოა ცოტა დამაბნეველად მოვიტანეთ თქვენამდე, რადგან რთულია ამდენი თეორიის ერთად შერწყმა და აუდიტორიამდე სწორად მოტანა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მცირე ინფორმაცია მაინც მიიღეთ. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო უკვე დასასრულს მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ ის და ლაიქეთ, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარეზღლაკი, რომ არ გამოტოვოთ მსგავსი საინტერესო ვიდეოები. გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარების სახით და თუ მოგესურვებათ, გააზრეთ ეს ვიდეო ნებისმიერ სოციალურ ქსელში, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ის და ჩვენმა აუდიტორიამ ზრდა გააგრძელოს. მოკლედ მეგობრებო, თქვენთან ერთად იყო ბლიზარდი, ყველას მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.